გამარჯობათ. ვიწყებთ სპორტის ანატომიის მორი გადაცემას და ჩვენი დღევანდელი საუბრის თემა გახლავთ ძიუდო. ძიუდოს ყველა მოყვარავს უკვე კარგად მოიხსენება, რომ პრაქტიკულად რამდენიმე დღის წინ საერთაშორისო ფედერაციამ გარკვეული ცვლილებები შეიტანა წესებში. ეხლა ვერ ვიტყვით, რომ შესაძლოა ისეთი რადიკალური ცვლილებები იყოს და ისეთი რაღაც რევოლუციური ცვლილებები, როგორიც ჩვენ ვიხილეთ რამდენიმე წლის წინ, როდესაც პრაქტიკულად სტილი შეიცვალა ძიუდოსი, თუმცა რა თქმა უნდა ეს ასევე მნიშვნელოვანი არის, საფუძვლიანი არის, რომელსაც ჭირდება ერთი მხრივ როგორც ჩვენი მხრიდან სპორტსმენების და მცველების მხრიდან ადაპტირება და შეგუება, ასევე საჭირო გახლავთ, ასევე მას გააჩნია უკვე თავისი საფუძვლები, მიზეზები, თავისი მიზნები და საბედნიეროდ ქართველებს გვაქვს ფუფუნება იმისი, რომ ამ თემებზე სასაუბროთ მოვიწვიოთ. თავად შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტი მსოფლიოში, ბატონი ვლადიმერ ნოცუბიძე, რომელიც გახლავთ რეიტინგშიც მოწინავე და გარდა ამისა ჩვენ ძალიან ხშირად ვხედავთ მსოფლიოს ჩემპიონატებზე, ოლიმპიადებზე, როდესაც მნიშვნელოვან ფინალურ შეხვედრებს ანდობენ და ძალიან ბევრ შეხვედრებს ანდობენ მას სამსაჯოთ. ბატონო ვლადიმერ, მოგესალმებით და გვინდა რომ პირველ რიგში სწორედ აი ამ ცვლილებებიდან დავიწყოთ. ალბათ საერთაშორისო ფედერაციაში კარგა ხანია მზადდებოდა საფუძველი ამ ცვლილებებისთვის და მაინც რა მოტივებით ხელმძღვანელობდნენ ისინი და რა დაედო საფუძვლად ამ განხორციელებულ ცვლილებებს, რომელსაც ჩვენ უკვე პრაქტიკაში ვიხილავთ სულ მალე იანვრის ბოლოს პორტუგალიის დიდი პრეზიდენტი. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მსმენელებს, მაყურებელს და მინდა ყველას მიულოცო შობა ახალი წელიწადი და წარმატებული და რასთავრია ჯანმრთელი წელიწადი ვისურვო. რაც შეეხება ძიუდოს ცვლილებებს, ცოტა უფრო შორიდან დავიწყებ. ეს მოხდა ამაზე საუბარი დაიწყო მას შემდეგ, რაც ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ შეცვალა ძიუდოს საჯთა დირექტორატი და სათავეში მოვიდა ახალგაზრდა ენერგიული ხელმძღვანელი დანიელ ლასკაუსახით, რომელიც მანამდე წარმოადგენდა სპორტულ დირექტორატს და ასევე იყო ძიუდოს საერთაშორისო აკადემიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, რომელიც ბოდიში გაწყვეტილებს ძალიან კარგად იცნობს საქართველოს და ხშირად ყოფილა ჩვენთან ჩამოსული სემინარების ჩასატარებლად საჩურის ბოლო პერიოდში. დღესდღეობითაც გრძელდება, შარშანაც იყო ჩამოსული ჩვენთან დეკემბრის თვეში და ჩაატარა ძიუდოს აკადემიის ერთ-ერთი კურსი, ასევე სადაც ჩვენმა მწვრთნელებმა მიიღეს სერტიფიკატები და გახდნენ ძიუდოს საერთაშორისო აკადემიის სერტიფიცირებული მწვრთნელები, რაც ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯია და დიდი საქმეა ჩვენი ქართული ძიუდოსთვის და სწორედ მისი თაოსნობით იყო ინიცირება აი ამ ცვლილებების და იმ ახალი მიმდინარეობის ჩამოყალიბება, რაც აისახა დღევანდელ წესების ცვლილებაში. ეხლა რა რითი არის ეს ყველაფერი გამოწვეული? მოგეხსენებათ, რომ წესები ყოველთვის არის შესწავლის საკითხი. ნებისმიერი სპორტსმენი, მწვრთნელი თუ ის სამეცნიერო ჯგუფი, რომელიც მუშაობს შედეგის მისაღებად, ეძებს იოლ გზას, როგორ დაამარცხოს თავისი მოწინააღმდეგე. შესაბამისად, ძიუდოს ფედერაციაც ყოველთვის ცდილობს, რომ წესები რისთვისაც არის საერთოდ მოგონებული, რომ თანაბარ პირობებში იყოს ჩაყენებული ორივე მხარე და ასევე იყოს გათვალისწინებული სანახაობრიობა, დინამიკა და რაც თავარია უსაფრთხოება სპორტსმენების, რაც ოლიმპიური მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება და ოლიმპიური მოძრაობის გარეშე სპორტის სახეობები თუ იმაში არ არიან შედარებით ნაკლებად პოპულარულები არიან და ნაკლებად წარმატებულები არიან და ფინანსურადაც აისახება ეს ყველაფერი მათზე, ცდილობს, რომ თავისი ადგილი იპოვოს ძიუდომაც ამ ოლიმპიურ მოძრაობაში და ყველა ის მოთხოვნას და რეგულაციას, რაც ოლიმპიზმს გააჩნია, სრულად ასახავს თავის შემდგომ განვითარებაში. სწორედ ის აღმოჩენილი ხარვეზები და ნაკლოვანებები, რაც დაინახა ამ საერთაშორისო ფედერაციის მიერ შექმნილმა მუშაჯგუფმა, რომელშიც მეც მოვიაზრებოდი და ჩვენ სემინარებს გავდიოდით, სადაც მიდიოდა განხილვა თითეული ეტაპის, რაც საბოლოო ჯამში წარმოდგენილი 12 ცვლილებით გადაიწყვიტა. შეგვიძლია შემდეგში დეტალურად განვიხილოთ ეს 12-ვე ცვლილება. დიდი სიამოვნებით. მაგრამ საერთო ჯამში, საერთო სურათის წარმოსახვისთვის ვიტყვი, რომ ზუსტად იყო მორგებული იმ გამონაკლისებზე, რისი მეშვეობითაც სპორტსმენები ცდილობდნენ, რომ დაემარცხებინათ თავისი მოწინააღმდეგე
და გარკვეული მცირედი, მაგრამ მაინც უპირატესობას ქმნიდნენ ასე ჩავთვალოთ არათანაბარი პირობების შემთხვევაში. სამედიცინო კომისიამ შემოიტანა ესეთი თხოვნა, რომ გარდა იმისა, რომ სპორტსმენს მხოლოდ ერთადერთ შემთხვევაში ეძლეოდა დატამის დატოვება სამედიცინო მომსახურებისთვის, თუ კი მას ამოუვიდოდა სისხლი და ასევე მოწყდებოდა ფრჩხილი. მხოლოდ ამ შემთხვევაში ეძლეოდა საშუალება, რომ გასულიყო ექიმთან და მიეღო შესაბამისი დახმარება, რომელიც გულისხმობდა მხოლოდ სისხლის შეჩერებას ან მოტეხილი ფრჩხილის მოჭრას. ასევე დაემატა თუ კი მსაჯი ჩათვლის, რომ თითების ტრავმა მიიღო და შესაბამისად ამოვარდნილი ან მოტეხილი აქვს, ეძლევა სპორტსმენს საშუალება, რომ მიიღოს ასევე დახმარება ექიმისგან მისი შესაბამისი ლენტით დაფიქსირების მეშვეობით. რაც აქამდე არ იყო და ბევრჯერ გვინახავს ძალიან ესეთი სანადიდი ნახვები ქონდა ინტერნეტში ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ძიუდოისტის ვარლამ ლიპარტელიანის შეხვედრას, როცა მას ორი თითი ქონდა ამოვარდნილი და ისვამდა ამ თითს, რამოდენიმეჯერ ჩაისვა და შემდეგ მაჯიდან მოხსნილი პლასტირით შეეცადა მის დაფიქსირებას. იპოვა გამოსავალი, რომელიც წესებში არ იყო განსხვავებული, თუ კი არ შეიძლებოდა დახმარება ექიმის, სხვა ადგილას მოიხსნა ეს პლასტირი, რომელიც მას სხეულზე ჰქონდა და გაკვირვებული იყურებოდა მსაჯი უყურებდა კომისიას და ეს შემთხვევა არ იყო გაწერილი არსად წესებში და შესაბამისად ვერც სამის გულისთვის დაიშებოდა და იული გამოსავალი იპოვა ამ შემთხვევაში და ის შეხვედრა თავის სასარგებლოდ დაამთავრა. ანუ აწი აღარ დაჭირდებათ უკვე აღარ დაჭირდებათ ესეთი რაღაცა მაქინაციის მანიპულაციის მოფიქრება, იმიტომ რომ რეალურად ეს არის ესეთი ტრავმა, რომელსაც ვერ გაითვალისწინებდა და შესაბამისად, შეიძლება მაინც აღმოჩნდნენ. დავაზუსტოთ, რომ ეს ეხება თითის მოტეხილობას და არა ვთქვათ გადაღლას, რასაც არა რა თქმა უნდა. ვერ იყენებენ თითს. დიახ, არა რა თქმა უნდა. და ესეც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კი მსაჯი ჩათვლის, რომ აქ არის რეალურად ისეთი ტრავმა, რომელსაც აუცილებელია და არ ემსახურება ეს დროის გაყვანას ან ასეთ შემთხვევას, მაგრამ ესეც მხოლოდ ერთხელ შეიძლება. ასევე იყო ხშირად კიმანოს ამოჩეჩვა, ადრე იყო ხოლმე რომ როდესაც პირველი ცვლილება როცა შევიდა რიოს ოლიმპიადის შემდეგ კიმანოს განზრახ ამოჩაჩვისთვის ეძლეოდა გაფრთხილება შიდო ძიუდოის და შემდეგ უკვე როცა ეს დაზუსტდა ბოლო მოცემულობა ამ დღევანდელ ცვლილებამდე იყო ამოჩაჩვის შემდეგ მას უფლება ჰქონდა სანამ მოვიდოდა საწყის პოზიციაზე და დადგებოდა შეეძლო გაესორებინა კიმანო ვალდებულიც იყო კიმანო გაესორებინა და მსაჯი ამის გულისთვის არ აძლევდა ხოლმე მაგრამ ზოგიერთმა უკვე დაიწყო ამით სარგებლობა და ნელ-ნელა მოდიოდა კანზიოგან ისვენებდა და ასე შემდეგ და მას მხოლოდ ერთხელ აქვს უფლება მთელი შეხვედრის მანძილზე რომ გაიხსნას დროის გაყვანის გაყვანის მიზნი არა მიზნით გაიხსნას და თავისთან შეიკრას კიმანო თუ კი მსაჯი არ ეტყვის კამარი და შემდეგი უკვე იქნება გაფრთხილება. ასევე ეს ეხება გოგონებსაც, რომლებიც ხშირად თმის სამაქს მოიხსნიდნენ, თავიდან შეიკრავდნენ, ესეც მხოლოდ ერთხელ ეძლევათ ამის საშუალება, თავისი ნებით რომ ესე მოიხსნან და შეიკრან, დანარჩენი უკვე მსაჯის მითითებით, თუ მსაჯი დაინახავს, რომ რეალურად მას შეხვედრის დროს გაეხსნა, რა თქმა უნდა, და ყოველი შემდეგი თვითნებობა ასეთი დაიჭება შიდოთი. შეიცვალა კრიტერიუმები გდების. თქვათ, ვაზარის რამოდენიმე საკითხი შეეხო გდებას ვაზარს. იპონთან დაკავშირებით ყველაფერი ძალაშია, როგორც იყო. იპონი განისაზღვრება როგორც მოგეხსენებათ ზურგზე გდებით, ან ზურგზე კატეგორებით, ოღონდ ეს კატეგორება უნდა მომდინარეობდეს პირველი შეხების წერტილი უნდა იყოს ვაზარი და შემდეგ ვაზარიდან უნდა გაგრძელდეს გდება იპონის მიმართულებით კატეგორებით. პირველი შეხების წერტილი თუ არ არის ვაზარი და ისე კატეგორდა, ვერასდროს ვერ იქნება ესეთი გდება იპონი და ყოველთვის შეფასდება ვაზარით. იპონის კრიტერიუმები გასაგებია. ახლა გადავიდეთ ვაზარის კრიტერიუმებზე. აქ გვაქვს ესეთი ცვლილება. ესე იგი გდებები, რომლებიც იყო მიწოლითი გდებები, რომელიც ჯერ პირველი გდება იყო მუცელზე და შემდეგ ხდებოდა გადაგორება გვერდზე, ესეთი გდებები აღარ ფასდება და ეს გადატრიალება
შეფასდება მხოლოდ გადატრიალებად და შემტევს უფლება აქვს გააგრძელოს როგორც ქვეჭიდის შეტევა და ქვეჭიდში არსებული მტკივნეული შებოჭვა მახრჩობელა ილეთებით გააგრძელოს. და აი მოტივი რა იყო, რატო არ ფასდება ეს, ესეც რაღაცა манипуляცია ხო არ იყო? დიახ, ეხლა ავხსნათ ეს რატომ არ ფასდება. ძალიან ბევრი სადაო მომენტი იყო და აქ არის ასევე თანასწორობაზე. ორივე ორთაბრძოლის მონაწილე უნდა იყოს თანაბარ პირობებში. თუ კი აღმოჩნდა მუცელზე, ეგრეთ წოდებულ ქვეჭედში, ნევაზაში, ერთ-ერთი ამ შემთხვევაში უკექვია, რომელიც თავს იცავს. შემდეგ უკეს მეტი თავის დაცვის საშუალება აღარ აქვს, იმიტომ რომ მოწინააღმდეგე შეტევას უკვე იწყებს ქვეჭიდიდან. ფაქტიურად ის უკვე არის ქვეჭიდში. ქვეჭიდიდან იწყებს გაგრძელებას სხვა ტექნიკის ან გადაგორების საშუალებით და შესაბამისად ითვლება ეს როგორც ქვეჭიდა. ფასდება გდება, რომელიც დინამიკაში ვითარდება ერთი მიმართულებით, ერთი ტექნიკის გამოყენებით. თუ კი ერთი ტექნიკის გამოყენებით დინამიკაში, ესე იგი პაუზის გარეშე მოხდა ეტაპობრივი ნაბიჯ-ნაბიჯ ამგდების დასრულება, დაწყება და შენელების რაიმე შეფერხების მიუხედავად დასრულება, ეს გდება შეფასდება. მეორე და მესამე ცვლილება დაახლოებით ერთად შეგვიძლია განვიხილოთ, ეს არის ვაზარის კრიტერიუმები, რაზეც ვისაუბრეთ. ვაზარის კრიტერიუმები განისაზღვრა, რაზე ეძლევა ვაზარი. ძალიან ბევრი დავა იყო, აი გვერდი ოდნავ დადო თუ არ დადო, მუცლის მხარე იყო თუ არა მუცლის მხარე იყო. განისაზღვრა გამკაცრებისკენ, უფრო ესეთი გდებების, გამკაცრებისკენ და სადაურო აღარ იყოს, დარჩა სულ სამი კრიტერიუმი ვაზარის მინიჭების. პირველი გდება გვერდზე, რომელიც არის ტატამის მიმართ 90 გრადუსი ან მეტი. ეს ნიშნავს, რომ 90 გრადუსიდან მეტი თუ კი დაეცა, ის გდება შეფასდება ვაზარად. აქედან უკვე გამოირიცხება იმისი, რომ იცი რა ჯერ მუცელზე დაეცა თუ ჯერ თუ კი 90 გრადუსზე დაეცა, უკვე არის ვაზარი. პირველი. მეორე არის აი კისერთან რომ გემახსოვრებად გდებები იყო, როცა ზედა ნაწილს დებდა, ერთ მხარს დებდა, ან ორ მხარს დებდა და შემდეგ ახერხებდა გადატრიალებას მუცელზე. ესეთი გდებებიც ფასდება ვაზარით, მიუხედავად უკვე იმისა, ერთი მხარი დადო თუ მხარის ზურგის მცირე ნაწილი დადო, თუ კი ზურგის მხარე დადო, კისრის ქვემოთ მხარე დადო, ეგრეთ წოდებული ბექნამბერი შეიახო, სადაც მისი სახელი გვარი წერია და მისი მონაცემები წერია, წონითი კატეგორია, თუ კი აი ეს უკვე შეიახო, სადაც მისი გვარი წერია, შესაბამისად ეს გდებაც ფასდება ვაზარით. ეხლა რითი არის ეს გამოწვეული ეს ცვლილება? სპორტსმენები იმის გამო, რომ აირიდონ თავიდან გდება, ცდილობენ ხოლმე განსაკუთრებული ელასტიურობის მეშვეობით გამოძვრენ მეტოქის მიერ ჩატარებული ილეთიდან და შესაბამისად ხშირად ეს მცდელობები ახლავს ტრავმის მიღებას. იმიტომ რომ აქ არ არის მხოლოდ მაღალი დონის სპორტსმენებზე საუბარი, მაღალი დონის სპორტსმენებს უყურებენ დამწყები ბავშვებიც და ზუსტად ცდილობენ ყველაფერი დააკოპირონ და შემდეგ გაიმეორონ იგივე თავიანთ ასაკის შეჯიბრებებში. ხოლო ბავშვებისთვის, რომელთა ორგანიზმით ჯერ არ არის ამ დონეზე ჩამოყალიბებული, დიდი საშიშროება არის. შესაბამისად, რო აღარ კონდეთ მათ იმის ილუზია, რომ იცი რა მე ნაწილს შევახებ მხრების და მეორე ნაწილს აღარ შევახებ და ესე გადავგორდები, მისთვის უკვე სულერთია, თუნდაც ერთი მხარე შეახო და გადაგორდა, უკვე იქნება მაინც ვაზარი, ამიტომ შეუძლია თავით ყველა არ შეიწუხოს და გადაგორდეს, მაინც ვაზარი იქნება და შესაბამისად მას აღარ ექნება мотиваცია, რომ რაღაცა ისეთი ელასტიური მოძრაობა შეასრულოს, რომელთაც შემდეგ შეიძლება ტრავმა მიიღოს. ზუსტად იგივე თემა არის, რაც შეეხება იდაყვების დადებას. ორი იდაყვის, ორი ხელის ან კომბინაციაში ხელის და იდაყვის დადებას. თუ კი დადებს იდაყვის და ხელს, ეს დარჩა ისევ როგორც იყო ვაზარი, დარჩა, მაგრამ მხოლოდ ვაზარი არ გმარა, ამისთვის დაემატა ერთი დამატება, ეს არის გაფრთხილება შიდო. ეს არის მოგონებული იმისთვის, რომ არ ეცადონ სპორტსმენებმა ორი ხელის ან იდაყვების მეშვეობით გაიქცენ გდებისგან
რადგან ძალიან დიდია სტატისტიკა რო დათვალეს, მიღებული ტრავმები არის ძალიან დიდი განსაკუთრებით ჭაბუკების და ახალგაზრდების შეჯიბრებებზე, როცა ლავიწის ზვალით ხდება ამ დაცვითი, ეგრეთ წოდებული დაცვითი საყრდენის შეშველიებით. და რო ავირიდოთ თავიდან, შესაბამისად გარდა იმისა, რომ იგი იმ ვაზარს ისედაც მიიღებს, რომელსაც მხოლოდ ვაზარს მიიღებდა, მას мотиваცია აღარ დარჩება, იმიტომ რომ დამატებით კიდევ მიიღებს შიდოს, რომელიც შეიძლება მისთვის აღმოჩნდეს მესამე შიდო და ამეთი დაამთავროს შეხვედრა. ასევე იყო ხოლმე, რომ იდაყვი თუ კი იყო გარეთ, გდება არ ფასდებოდა, ესე იგი, გდების დროს თუ კი იდაყვს მოასწრებდა სპორტსმენი და სხეულიდან დააშორებდა გდების მიმართულებით არ ფასდებოდა ვაზარი. ეხლა მნიშვნელობა არ აქვს იდაყვის საით არის 90 გრადუსი არის 90 გრადუსი. 90 გრადუსზე მეტით თუ კი 90 გრადუსით ან მეტით თუ კი არის იგი შეხებული დატამს ზურგის მხარეს, შესაბამისად ფასდება ვაზარით. ეს არის ასევე ზუსტად იმ უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, რომ მაქსიმალურად ცდილობს მსოფლიო ფედერაცია რომ აირიდოს ტრავმები. კონტრშეტევებზე აი ყველაზე უფრო საინტერესო ცვლილება, რომელიც არის განხორციელებული, მოგეხსენებათ, რომ კონტრშეტევებზე ძალიან ბევრი ძიუდოისტი, მათ შორის ჩვენი ქართველი ძიუდოისტები, ელოდებოდნენ მოწინააღმდეგეს და მისი განსაკუთრებით იაპონელებთან ჭიდაობის შემთხვევაში, როცა იაპონელები აკეთებდნენ თავიანთ ძირითად საფირმო ილეთს ამოსმულს, ეგრეთ წოდებულ უჩიმატას და შემდეგ ჩვენი არა მარტო ჩვენი ძიუდოისტები მეტოქე სარგებლობდა მისი წონასწორობიდან გამოსული მდგომარეობით და მას შემდეგ რაც შემტევი შეეხებოდა ტატამს, ცდილობდა მის გადაგორებას გვერდზე. ესეც განპირობებული არის ეს ცვლილება იმით, რომელიც ჩვენ აღვნიშნეთ, რომ თუ კი სპორტსმენი შეეხება ტატამს და შემდეგ ხდება გადაგორება, თუ კი მისთვის არ ფასდება ეს გდებათ, შესაბამისად არც მეტოქესთვის არ შეიძლება შეფასდეს გდებათ. როგორც მას არ მიეცემა მისი მუცელზე დაცემის შემთხვევაში გდება, ასევე არ მიეცემა მეტოქეს მისი გადმუცლიდან ან გვერდიდან გადაგორების შემთხვევაში გდება. შესაბამისად ყველა ეს გადაგორებები, რომლებიც არის ტატამთან შეხების შემდეგ შესრულებული კონტრშეტევაში არ შეფასდება. შეფასდება მხოლოდ ის ილეთები, რომლებიც კონტრშეტევა განხორციელდება ტატამზე შეხებამდე და არა მასთან შეხების შემდეგ. შემდეგი პუნქტი გვაქვს ეგრეთ წოდებული კორეული კისრული, რომელსაც რევერსიო ნაგექვია, კისრული შებრუნებული კისრული ქვია, რო გადმოთარგმნოთ ქართულად, რაც განისაზღვრებოდა მეტოქის შებოჭილ მდგომარეობაში გდებასთან დაკავშირებით. ესე იგი, ისეთნაირად ხდება ჩახვევა კისრულის შემდეგ, კისრულის საწინააღმდეგო მხარეს, რომ მეტოქეს სრული ტანით, სრული ზურგით და კეფის დარტყმით ტატავზე უწევს ტატამთან შეხება. რაც ძალიან ხშირად დიახ მთავრდებოდა ექიმების დახმარებით და ეგერ შარშანდელი ერთ-ერთი გრანსლემი მაახსოვს, როცა ერთ-ერთი ძიუდოისტი გონზე მხოლოდ სამოწყოფოში მოიყვანეს. მანამდე ვერ მოხერხდა დარბაში მისი გონზე მოყვანა, მან გონება დაკარგა და ძალიან შეგვაშინა სუყვალა. იმიტომ რომ რეალურად მოწყვეტით ეცემა და მას იმისი საშუალებაც კი არ აქვს, რომ ეგრეთ წოდებული დამცავი ხელის ტატამზე დარტყმით, დამცავი შემარბილებელი, გდების შემარბილებელი დაცემა განახორციელოს. და მთელი დაწყოლა მოდის ზურგზე და კეფაზე. და ზურგზე ესეთი გდების დროს იკეტება ფილტვები, იმიტომ რომ დარტყმა მოდის ფილტვებზე და კეფაზე დარტყმის დროს მოგეხსენებათ, დარტყმა თავზე, რომელიც ყველაზე დაუცველი ადგილი კეფა და ჩაითვალა, რომ ეს საშიში ილეთია და შესაბამისად ესეთი მცდელობა ამ ილეთის საჭს მიეცამა რეკომენდაცია, რომ მცდელობისას ჰაერშივე შეაჩეროს ეს შეხვედრა და
შემტევს მიცეს გაფრთხილება შიდო. შესაბამისად, რამდენჯერაც გაიმეორებს, იმდენი შიდო მიეცემა მას და უკვე აზრი არ აქვს მისთვის ამ ილეთის ჩატარებას, თუნდაც მცდელობასაც კი, რადგან მხოლოდ სასჯელით ისჯება ეს და მის მიერ შესრულებული არანაირი იქნება არ ჩაითვლება. გვაქვს ასევე კიდევ მომენტი, რომელიც შემიძლია გაგახსენოთ, ისევ ვარლამ ლიპარტელიანს შეეხება მისი საფირმო გდებიდან, როცა იგი უჩიმატა მაგიკომის აკეთებს ამოსმული ტრიალში, რომელთაც ბოლომდე ასულებს ამ ამოსმულს ტრიალში, რაც გულისხმობს მის გადაგორებას უკვე გდების შემდეგ გვეჭიდში. ამ ილეთის შესრულებისას მან ერთხელ გემახსოვრებათ ეს მე მგონი მასტერზე მოხდა, გადაგორებისას იდაყვი იხმარა და იმის ნაცვლად რომ ეს გდება შეფასებულიყო, მას მიეცა მესამე გაფრთხილება, ორი ჰქონდა და დამარცხდა ამ შეხვედრაში. კომისიამ ჩათვალა რომ ფეხზე წელს ქვემოთ, უпроსტოდ ქამრის ქვემოთ ხელის ჩავლება დასკვნით ეტაპში, შეტევის დასკვნით ეტაპში, თუ კი უკვე ეს დასკვნითი ეტაპი არის ქვეჭიდში, არის დასაშვები. და ამის გულისთვის შემტევს გაფრთხილება აღარ მიეცემა. ხშირად იყო ხოლმე იდაყვის გამოყენება, ამ შემთხვევაში ფეხში ხელის ჩავლება ნაკლებად იყო, შარვალში ჩავლება ნაკლებად იყო, ძირითადად იყო ხოლმე იდაყვის გამოყენება, რომელიც რეალურად არაფერს არ ცვლიდა, მაგრამ შემტევისთვის თეორიულად 90% იყო, რომ გამოიყენებდა აუცილებლად იდაყვის. შემტევი. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ წინასწარ ვიცოდით, რომ ამ ილეთის შესრულების შემდეგ შემტევი მიიღებდა გაფრთხილებას. ამითი იკარგებოდა რამოდენიმე ლამაზი სანახაობრივი ილეთი. შესაბამისად, მიიღო კომისიამ გადაწყვეტილება, რომ აკრძალული ილეთების ჩავლებების სიიდან ეს ამოვიდეს. და შესაბამისად აღარ დაიშება. შემდეგი არის იყო ხოლმე კისრისა და მკერდის ჩავლება, ან ზურგის ჩავლება, ან ჩვენი ეგრეთ წოდებული გადავლება ჩავლება, როდესაც მეტოქე ხდებოდა უხერხო მდგომარეობაში და თუ კი ოდნავ მას დავაწვებოდით, შემტევი ამ შემთხვევაში იღებდა გაფრთხილებას, როგორც მეტოქის ბლოკირება. ამ ჩავლებიდან არის ცვლილება, ნიუანსობრივი ცვლილება, ეს უმნიშვნელო ცვლილება, თუ კი ამ ჩავლებიდან რეალური შეტევა ხორციელდება, თუნდაც დროის განვრცობად მანძილზე, უკვე შემტევი აღარ ჯარიმდება, რადგან ძალიან ხშირად ქონდა პრაქტიკაში სიტუაცია, როცა როგორც კი შემტევი აიღებდა აქტიურ ესეთ ჩავლებას, მაშინვე უკვე დამცვაში მყოფი ახდენდა იმიტაციას, რომ თითქოს მოწინააღმდეგე მას ბლოკავს, თითქოს მას უნდა რაღაცის გაკეთება, მაგრამ მოწინააღმდეგე ასეთ შემოჭრილ მდგომარეობაში დგომში აყენებს და გაფრთხილებას იღებდა შემტევი, რაც არასამართლიანი იყო და ეს ხარვეზე გამოსწორებულია, თუ კი რეალურად არის იმისი ნიშანი, რომ შემტევი უტევს ან შეიძლება შეუტიოს და მოწინააღმდეგეს აქვს შანსი, რომ ამ სიტუაციიდან გამოვიდეს, ან გაიმართოს, ან რაიმე ხერხით გვერდზე გასვლით ან ნებისმიერი სხვა ხერხით გამოვიდეს, ამ შემთხვევაში შემტევი აღარ ჯარიმდება და თუ ეს განვრცელდება დიდი ხნის განმავლობაში, უკვე ჩაითვლება, რომ მოწინააღმდეგე დგას დაცვით პოზიციაში, არ არის აქტიური და გაფრთხილდება უკვე მისი მოწინააღმდეგე. ეს მოკლე ნიუანსური შესწორება იყო. ასევე არის მასთან დაახლოებული, ჩავლებებთან დაახლოებული კიდევ ერთი შესწორება, რომელიც ჩვენთვის არის ძალიან კარგი, რადგან იყო ესეთი განმარტება ძიუდოში არატრადიციული ჩავლებები. არატრადიციული ჩავლებები ძალიან ბევრი გვაქვს ჩვენ ქართული ჭიდაობიდან გამომდინარე, რაც არის გადავლება, ცალმხრივი გადავლება, ცალმხრივი ჩარეულება, ჯვარედინი ჩავლება და ამას არის დამატებული, არ არის ეს ქართული ჭიდაობების, მაგრამ არის ამას დამატებული მაჯის ჩავლებები, რაც არის ჯიბე ჩავლება, ეგრეთ წოდებული pocket grip-ი, პისტოლეტის მაგვარი ჩავლება და ასევე თითების კიმანოს შიგნით შეყოფით ჩავლება, რომელიც არის რეალურად მეტოქისთვის ფაქტიურად ძალიან რთულად გასაშვები
და ამიტომ მაშინ როდესაც ეს აკრძალვა შემოვიდა იყო იმის აღსაკვეთად რომ მეტოქეს ასევე ქონოდა თანაბარ პირობებში ყოფილიყვნენ და ასევე ქონოდა საშუალება რომ ამ ჩავლების შედეგად მასაც ქონოდა შანსი რომ რაიმე ილეთი გაეკეთებინა მაგრამ როგორც პრაქტიკა მაჩვენა ეს ამ ჩავლებების აღება მკვეთრად შემცირდა ძალიან მკვეთრად შემცირდა იმიტომ რომ ეს დაჟადი იყო მაგრამ სამაგიეროდ შემცირდა ილეთების რაოდენობაც და იმის გამო რომ ხშირად შეტევის დროს იღებდა შემტევი შემთხვევით ამ ჩავლებას ან თუნდაც შეგნებულად ძალიან უცნაურად გამოიყურებოდა როცა მსაჯი აჩერებდა აქტიურ შეტევას და ხანდახან ჰაერშიც კი აჩერებდა იმიტომ რომ ვერ ასწრებდა გაჩერების მიცემას და შემდეგ შესრულებული გდების შემდეგ გდება არითმლებოდა და იღებდა გაფრთხილება შემტევი ძალიან უცნაურად გამოიყურებოდა და ეს ხარვეზეც გამოსწორებულია ეხლანდელი ცვლილების შედეგად შემტევს უფლება აქვს აიღოს ნებისმიერი ჩავლება წელს ზემოთ, ქამრის ზემოთ და შეუტიოს ნებისმიერი ჩავლების შედეგად. ოღონდ ეს უნდა იყოს რეალური შეტევა და სანამ რეალური შეტევა გრძელდება, მსაჯი მას გაფრთხილებას არ მიცემს. რაც ჩვენთვის ძალიან კარგია, იმიტომ რომ მოგვეცემა საშუალება, რომ ქართული ჭიდაობის ილეთები უფრო თამამად გამოვიყენოთ. შემდეგ იყო ასევე ჩავლების გაშვებინებასთან დაკავშირებული სიტუაცია, როდესაც ერთი ხელით ან ორი ხელით ხშირად აშვებინებდა ხოლმე ერთი სპორტსმენი ჩავლებას. აქ იყო რამოდენიმე ვარიანტი. პირველი ვარიანტი, როცა თავდაცვის მიზნით აშვებინებდა ხოლმე ჩავლებას, მეორე ორი ხელით აშვებინებდა ჩავლებას და მესამე ორივე ერთდროულად მხოლოდ იმიტირებას აკეთებდა ჩავლების რეალურად არ ჭიდაობდა. ამ შემთხვევაშიც შეიცვალა და გამკაცრდა წესი და თუ კი მეტოქეს გააშვებინებ ჩავლებას, არ აქვს მნიშვნელობა ერთი ხელით თუ ორი ხელით, მაშინვე უნდა აიღო ჩავლება. თუ კი მაშინვე არ აიღებ ჩავლებას, ეს ნიშნავს, რომ შენ მხოლოდ გაურბიხარ ჭიდაობას და მიიღებ შესაბამის გაფრთხილებას. ეს არ ეხება მეტოქისთვის ჩავლების გაშვებინება, არ ეხება თეძოთი ან ფეხის გამოყენებით გაშვებინებას. ეს ისევე როგორც ადრე იყო, დარჩა ისევ გაფრთხილებების ჩამონათვალში. შემდეგი მე-11 ვიდეოში არის ჩვენ ამაზე უკვე ვისაუბრეთ კიმანოს გახსნასა და შეკვრასთან დაკავშირებული შეზღუდვა, მხოლოდ ერთხელ შეუძლია მას თავისი ინიციატივით, ყველა დანარჩენი ან მხოლოდ მსაჯის მითითებით, თუ არა და წინააღმდეგ შემთხვევაში თითოეული ესეთი მცდელობა დაიჭრება შიდოთი. და აი ყველაზე ერთ-ერთი მთავარი მოგეხსენებათ ძალიან ბევრი კამათი იყო იაპონელების მიერ შესრულებული ამოსმული გდების უჩიმატასთან დაკავშირებით, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იაპონელი ძიუდოისტი ონოს მიერ იქნა ეს ტექნიკა სრულყოფამდე მიყვანილი, როცა იგი თავის გამოყენებით თავზე დგებოდა და შემდეგ ასრულებდა ამ ილეთს და ისე ტექნიკურად აკეთებდა, რომ პირდაპირ კი არ მიდიოდა თავზე, ჯერ რაღაც ნაწილს შეასრულებდა, შემდეგ იყენებდა ამ თავს და რაღაც ორ ეტაპად აკეთებდა ამ გდებას. და უკვე ეს მკაცრად ჩაიწერა, არ იყო მკაცრი ჩანაწერი, მკაფიო ჩანაწერი ამასთან დაკავშირებით, იყო მხოლოდ თავით წასვლასთან დაკავშირებით და თავით წასვლაზე უკვე რახან ეს ორი ეტაპი იყო, თითქოს სადაო იყო. ეხლა უკვე მკაცრად ჩაიწერა, რომ ნებისმიერი თავის მიმართულებით სახიფათო წასვლა ისჯება ხანსოკომაკეთი. ამიტომ აზრი თავით წასვლით გდების, არა მარტო ამოსმულიდან, ასევე სხვა ილეთებიდან, ნებისმიერი სხვა ილეთებიდან, მათ შორის კისრულიდან, მოგვერდიდან, გარიფეხიდან და ასე შემდეგ, ყველა დაიჭრება ხანსოკომაკეთი, რაც ასევე არის განსაზღვრული უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე. გასაგებია, აქ ერთ-ერთი ცვლილება წონვასთან დაკავშირებითაც არის რაღაც შესწორებები იმაში შეტანილი.
დიახ, ეს დაზუსტების ფაზაში არის. ანუ ჯერ არ არის გადაწყვეტილი. არ არის გადაწყვეტილი, კი იყო ეს, მაგრამ რაღაც გამათი გამოიწვია და სამედიცინო კომისიას დაუბრუნდა უკან, ეს სამედიცინო კომისიის შემოთავაზებული იყო და შემდეგ სპორტულ დირექტორთან ერთად რო გაივლის, ეს დამტკიცდება სანამ პორტუგალიის გრან-პრი ჩატარდება, მანამდე ეს უკვე დაზუსტებით იქნება დადასტურებული. გასაგებია და მაინც თქვენი აზრი მაინტერესებს, რომელი მოდელი იგერჩევნიათ, წინა დღეს აწონვა თუ იმავე დღეს, ანუ შეჯიბრების დილით აწონვა? ორივეს აქვს თავის პლუსი და მინუსი. აქ ლაპარაკია იმაზე, რომ წინა დღეს აწონილები ხშირად განსაკუთრებით მაღალ წონებში ძალიან დიდი რაოდენობით წონას ემატებდნენ და ასე შემდეგ. კი, ზუსტად აი ეგ მანიპულაციის საშუალება რჩევათ მაინც უკვე მთელი ღამე. ამის გულისთვის იყო მერე შემოღებული, რომ შერჩევის მეთოდით საკონტროლო აწონებს, მაგრამ ეს საკონტროლო მხოლოდ რამდენიმე ადამიანს ეხებოდა და ხშირად ხშირად მაინც ძრებოდნენ. და თან მას ასევე ამ საკონტროლო აწონვისთვისაც თუ კი ის მოხდებოდა ამ სიაში, შემდეგ მას ჰქონდა ის მცირედი დრო, რომ მოესწრო და ეს წონა დაეკლო მას. სხვადასხვა მანიპულაცია. დიახ, ასე რომ იყო აქედან გამომდინარე ეს ერთი ხარვეზი არის, მაგრამ მეორე ხარვეზი არის ის, რომ ჩვენი მიზანი არ არის ის, რომ რაღაცა წესებით, რაღაცა შეზღუდვებით სპორტსმენ სანახაობა შევზღუდოთ. და სპორტსმენი თუ არის კარგად მომზადებული, დასვენებული, თქვათ იმ არაწუხებს მას ეს წონის კლება, მას აქვს მეტი შანსი, რომ ლამაზი ჭიდაობა აჩვენოს, ლამაზი ტექნიკა აჩვენოს და ის შოუ დაიდგას ტატამზე, რისთვისაც მაყურებელი მიდის დარბაზში სანახაო და ასევე უყურებს მას ტელევიზიის თუ ინტერნეტის საშუალებით. ამიტომ აი ეს ორი ყველა საკითხი არის ასაწონ-დასაწონი. სხვა საკითხებიც ხო არ არის ასეთი, რომელიც ჯერ კიდე განხილვის პროცესში არის, ამ ეტაპისთვის განხილვის პროცესში. არა, ეს არის კი წესებში წერია, რომ ეს არის სრული ციკლის მანძილზე 22-24, მაგრამ მოგეხსენებათ, რომ ყველაფერი არის დაკვირვების საგანი და შემდეგ ნიუანსობრივად შეიძლება მოხდეს ჩასწორებები. ეს არის საბაზისო ცვლილება, ხოლო ნიუანსები დახვეწის თვალსაზრისით ნებისმიერი ეს 12 ცვლილება, რაც განხორციელდა, შეიძლება იქნეს უფრო ნიუანსობრივად დახვეწილი, მაგრამ რადიკალურად ცვლილება არ იქნება. ანუ შეიძლება რაღაცა ისევ დაბრუნდეს, ისევ და ისევ შეიცვალოს, ისევ გაუქმდეს, თუმცა მე მგონი ხა მთლიანობაში ჩვენთვის რაც უკვე ვიცით ეს ცვლილებები, რაღაცა ისეთი ძალიან რთული არ არის და პირიქით რაღაცები შეიძლება ჩვენთვის კარგიც არის. ხო, აი ორი მე პირადად რაზეც შემიძლია ვთქვა, რომ ორი საკითხია, ერთი რაც ჩვენთვის ცუდია და მეორე რაც ჩვენთვის ძალიან კარგია, ორივე ეხება აი ამოსმულ გდებას, რომელსაც იაპონელები ასრულებენ. პირველი ჩვენთვის ძალიან ცუდია, რომ ის გადატრიალება, რასაც ჩვენ იაპონელების წინააღმდეგ ვიყენებდით, სრულიად ამოვარდნილია და გვჭება მხოლოდ ორი კონტრშეტევა. რეალურად ახლა ჩვენ რო დაუფიქრდეთ, ცნელებთან განვიხილეთ ეს საკითხი. ეხლა ესეც მაინტერესებდა რა შეიძლება დაუფიქრდეთ და რჩება მხოლოდ ორი ილეთი. ეს არის უჩიმატას წინააღმდეგ, არის უჩიმატა გაეში და უჩიმატა ცუგაში. ეს რო გადმოვაქართულოთ, ნიშნავს, რომ როდესაც შემტევი შედის უჩიმატაზე, ამოსმულზე, მთელი ტანით მასზე გაცლა, გვერდზე გაწევა და ხელებით ჩატრიალება. ქართულშიც გვაქვს ეს ილეთი, ხმარობთ ამას და შემდეგი მეორე არის ამოსმულის პარალელურად, როგორც კი შემტევი იწყებს ამოსმულის უჩიმატას კეთებას, მაშინვე დაცვაში მყოფი უკე აკეთებს ნაბიჯს საწინააღმდეგო მიმართულებით, იმ ფეხის მიმართულებით, რომელზეც წონასწორობა აქვს და დგას შემტევი და მას გვერდზე ჩეხავს. ესე იგი, ეგრეთ წოდებული მოჩეხვა ქართულად. ეს არის უჩიმატა გაეში და შესაბამისად მხოლოდ ეს ორი კონტრილეთი არის რეალურად, რომელიც ჩვენ შეგვიძლია მოვიფიქროთ ამ ეტაპზე. რა თქმა უნდა, შემდეგ დაიხვეწება ყველაფერი, მეტიც გამოჩნდება, ძალიან ნიჭიერი სპორტსმენები და მცველები ყავს, რომლებიც ამ ჭიდილში იპოვიან, ასევე იმ შავხრელებს, მათ შორის ამ ახალ წესებთან დაკავშირებითაც და შემდეგ ასევე საერთაშორისო ფედერაცია ისევ შეიკრიბება, ისევ მოიფიქრებს, რომ თანაბარ პირობებში ჩააყენონ და დადებითი კიდევ რაც არის, ჩვენ მოგვეცა საშუალება, რომ ვიჭიდაოთ გადავლებით
ვიჭიდაოთ ჯვარედინი ჩავლებით და ვიჭიდაოთ ნებისმიერი აი იმ ჩავლებით, თუ კი ვიქნებით შეტევაში და მოგეხსენებათ ჩვენი ძიუდოისტები ძირითადად ჭიდაობენ შემტევ სტილს და შესაბამისად ჩავლებებზე მათ უფრო ნაკლები სანერვიულო ექნებათ, შეუძლიათ თამამად აიღონ ჩავლება და წავიდნენ იმ ბრძოლაში, რაც ძალიან არ უყვართ ჩვენ მოტოქრებს. ბატონო ვლადიმერ, ეხლა კი ამ ცვლილებების მიღებისას ითქვა, რომ ეს არის ძირითადად აი ამ ოლიმპიური ციკლისთვის გათვლილი, ანუ რაღაცა ისეთ რადიკალურ ცვლილებებს მაინც არ უნდა ველოდოთ, მაგრამ მაინც ალბათ არის ამაზეც სადღაც საუბარი, თუნდაც პარიზის ოლიმპიადის შემდგომ პერიოდზე რო გავაკეთოთ აქცენტი, აი ტენდენციებზე მინდა კითხოთ, რა ტენდენციებზე მედის მუშაობა, რისი დახვეწა, რისი შეცვლა, რაღაცა რეფორმა რა კუთხით შეიძლება წავიდეს სამომავლოდ და მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აქ მხოლოდ პარიზის ოლიმპიადას არ გულისხმობ. კი ბატონო, საინტერესო შეკითხვაა, ზუსტად მიდის მუშაობა განათლების ასამაღლებლად. მოგეხსენებათ, რომ არსებობს ძიუდო საერთაშორისო აკადემია და ასევე არსებობს იაპონიის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სკოლა, ძიუდოს კლუბი, სკოლა, უნივერსიტეტებს ეძახიან იაპონიაში. ესეთი მრავალია, რომელსაც შიდა კონკურენცია აქვთ და ძალიან გაიზარდნენ ამ კონკურენციის მეშვეობით, მაგრამ მათ შორის ყველაზე უფრო პირველი ძველი, სადაც ზიგარო კანომ და არსა პირველი ტრადიციული ეს არის კოდოკანი. კოდოკანის და ძიუდოს საერთაშორისო აკადემიის ერთობლივი პროექტი და ნამუშევარია ის საბაზისო ტექნიკის ჩამონათვალი, რომელსაც დაარქვეს 100 ტექნიკა, რომელიც მოიცავს როგორც დგომის დაჭივაზა, ასევე ნევაზა, ქვეჭიდის ტექნიკებს და სრულიად ხელმისაწვდომია ყველასთვის. ასევე მიმდინარეობს განათლება ძიუდოს საერთაშორისო აკადემიაში, რომელიც ამ ეტაპზე არის განთავსებული ბუდაპეშტში, უნგრეთში და შემდეგ განისაზღვრება ასევე უნივერსიტეტის გახსნა ბრიტანეთში, ასევე იაპონიაში კურსების გახსნა და კიდევ რამოდენიმე ქვეყანა მოიაზრება. შესაბამისად, ჯერ ამ ეტაპზე არ არის ამ ქვეყნების ჩამონათვალი, ჯერ სამი მიმართულება არის იაპონია, ბრიტანეთი და უნგრეთი. შემდეგი ეტაპი იქნება ეს პარიზის შემდეგ უკვე ეს ქვეყნები, რომლებიც მეტად აქტიურებენ და მეტად წარმოაჩენენ იმ თავის რესურსს, რატომაც არა შეგვიძლია ამ მიმართულებით ვიმუშაოთ, მაგრამ ეს შეეხება არა მარტო ძიუდოისტებს, ეს შეეხება ასევე მწვრთნელებს და ასევე მსაჯებს. ყველა ეს პერსონა არა მარტო მსაჯებს, კიდევ შემეძლია გითხრათ მთელ IGF-ის სტაფს, რომლებიც ჩართული არიან უშუალოდ სპორტულ დირექტორატს, განათლების დეპარტამენტს, ასევე საპილაციო დეპარტამენტებს და ასე აი ყველა დეპარტამენტებს ეხება, შეიძლება ეს ტელევიზიას არ ეხებოდეს და მხოლოდ რაღაც IT ჯგუფებს და ასე შემდეგ, მაგრამ ისინიც დამერწმუნეთ თავიანთი სურვილით მონაწილეობენ ამაში, რადგან მათი უმრავლესობა ასევე ყოფილი ძიუდოისტები არიან და თუ კი არ არიან, თავის ცხოვრების ძალიან დიდ ნაწილს ატარებენ ძიუდოში და აქვთ სურვილი, რომ ეს ყველაფერი იცოდნენ. შესაბამისად, აი ეს პირველი ახლა რაც შემოიღეს ცვლილება, ეს არის რომ მსოფლიო ჩემპიონატზე დაიშვებიან მხოლოდ რეიტინგის პირველი ასეულის ძიუდოისტები და ამას დაემატება ახალგაზრდული მსოფლიო რეიტინგის პირველი 16 ძიუდოისტი. შესაბამისად, უკვე თუმცა ბოდიში დაქვე დავაზუსტოთ, რომ ეს მონაწილეობა ნებაყოფლობითია, როგორც უფროსებში, ასევე ახალგაზრდებში. იძულებით არავის არ აიძულებს. აქ არის ლიცენზირებაზე მხოლოდ საუბარი, რომ მხოლოდ მათ აქვთ უფლება სურვილის შემთხვევაში მიიღონ მონაწილეობა თითოეულ წონით კატეგორიაში, მხოლოდ ასეულის პირველი ასეულში მოხვედრებმა, ასევე როგორც ოლიმპიადაზე არის, ოღონდ ოლიმპიადაზე რა თქმა უნდა ბევრად მკაცრად არის შეზღუდული რაოდენობა, აქ უფრო დიდი რაოდენობა არის, ეს პირველი ნაბიჯია მხოლოდ. შემდეგ იქნება უფრო მეტად გამკაცრებული. მესმის რატომაც გააკეთა საერთაშორისო ფედერაციამ, რომ ცდილობენ მსოფლიო ჩემპიონატის დონე აამაღლონ, მაგრამ ალბათ რაღაცა კუთხით გარკვეულწილად დისკრიმინაციასაც შეიცავს განვითარებადი ქვეყნებისას და ალბათ ამაზეც იქნებოდა გადაწყვეტილების მიღებამდე ასთა სხვადასხვაობა. კი ბატონო, ამის განხილვასაც ვესწრებოდი. აქ იყო ესეთი არგუმენტირება, რომ თუ კი ძიუდოისტი თავის კონტინენტურ პირველობაზე
მოახერხებს თუნდაც საუკეთესო 16-ულში შესვლას და რომელიმე შეჯიბრზე თუნდაც ასევე თავის კონტინენტზე ასევე მოახერხებს საუკეთესო 8-ულში შესვლას, ეს იმას ნიშნავს, რომ ის ავტომატურად მოხდება ამ ასეულში. მისი ქულები სრულიად საკმარისი იქნება და ზედმეტიც კი იქნება, რომ მოხდეს ამ ასეულში. შესაბამისად, ეს ვერ იქნება დისკრიმინაცია, ხოლო მეორე მხრივ უფრო მეტად დისკრიმინაცია არის ის, რომ შემდგომ უკვე განთესვა ხდება კომპიუტერის მეშვეობით და არავინ იცის ვინ ვის შეხვდება, გარდა იმ განთესილი პირველი 8 ძიუდოისტისა და შესაბამისად შეიძლება ზუსტად ეს ესეთი ქვეყანებიდან ჩასული ძიუდოისტები, რომელთათვის მხოლოდ პირველი შეჯიბრია მსოფლიო ჩემპიონატი და იქ მოხვდა, იმიტომ რომ იშოვა მხოლოდ ბილეთის ფული, რომ წასულიყო მსოფლიო ჩემპიონატზე, ძალიან იოლად გაივლის ვიღაცა მას და მის მეტოქესთან შედარებით დასვენებული შეხვდება შემდეგ წრეს, ვიდრე მისი მეტოქე შეხვდება თავისავე, თქვათ, რეიტინგის მე-20 ნომერს ან 25 ნომერს ან თანაბარი სპორტსმენის, რომლებსაც ტიტულები აქვთ და ერთმანეთში და ერთ-ერთი მათგანი გამოეთიშება ასპარეზობას, ხოლო აი ესეთი ნაკლებად წარმატებული სპორტსმენები შეიძლება რამოდენიმეჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და საკმაოდ მაღალი პოზიციაც დაიჭიროს. და შესაბამისად, არასამართლიანია, არათანაბარ ქულებს მიიღებენ. ეს ნიშნავს, რომ არ უნდა იყოს რომელიმე სპორტსმენისთვის სოფლიო ჩემპიონატი მისი ცხოვრების პირველი სტარტი. შესაბამისად, მან გაიაროს გამოცდილება მიიღოს უფრო დაბალი რანგის ტურნირებზე და როგორც კი დაუგროვდება მას შესაბამისი ქულები, როგორც სულაც არ არის რთული, განსაკუთრებით ისეთი ქვეყნებისთვის, განვითარებადი ძიუდოს მიმართულებით განვითარებადი ქვეყნებისთვის, სხვადასხვა კონტინენტებზე, თავისივე კონტინენტზე რამოდენიმე შეჯიბრი იჭიდაოს და შემდეგ უკვე მოხდეს, მით უმეტეს ეს ერთწლიანი არ არის, ეს რეიტინგული სისტემა არის ოლიმპიურ ციკლზე გათვლილი და შესაბამისად მას წლების განმავლობაში შეუძლია დააგროვოს ეს ქულები ერთ წელიწადში რაღაც ნაწილი, მეორე წელიწადში და ასევე იქნება მწვრთნელებსაც შემდეგი ეტაპი იქნება, ეხლა გამოაცხადებენ იმ თარიღს, სავარაუდოდ უკვე ამავე ოლიმპიურ ციკლში იქნება, რომ სეკუნდათად ვერ დაჯდება მწვრთნელი, ვისაც არ ექნება შესაბამისი განათლება მიღებული და შესაბამისად ვერ მიიღებს აკრედიტაციას, კი ბატონო, წამოვიდეს მაყურებლის გულშემატკივრის როლში, ტრიბუნიდან უგულშემატკივროს სპორტსმენს, მაგრამ მას თუ შესაბამისი განათლება არ აქვს, იგულისხმება, რომ მას არ შეუძლია ეს განათლება გადაცეს და ასევე ჩვენი ფედერაციის სასახელოდ მინდა ვთქვა, რომ მოახერხა ფედერაციამ, რომ რამოდენიმეჯერ ჩაატარა ეს სემინარი საქართველოში. თავში რო ვახსენებ ლასკაუს მინდა დეკემბერში ჩატარებული ამას და ასევე დანიელ ლასკაუს მინდა მადლობა გადაუხადო, რომელმაც გამონახა დრო და ეს დაგვიზოგა უამრავი ფინანსები, ეს ჩვენი ქართველი მწვრთნელებისთვის იყო სრულიად უფასო და შესაბამისად ერთგვარი მხარდაჭერა იყო საერთაშორისო ფედერაციის და ძიუდოს აკადემიის და დღეს უკვე გვყავს ძალიან ბევრი ლიცენზირებული მწვრთნელი, რომელიც ლიცენზია არ ნიშნავს მხოლოდ ფარატინა ფურცელს, ეს რეალურად მათ არა გამოცდებს აბარებენ ესენი ამ ფურცელის მისაღებად. და თქვენ რო გენახათ როგორი აი არა ადამიანური შრომა გაციეს, ის რასაც მიჩვეული ვიყავით ჩვენ, მათ შორის მეც მომიწია ამ გავლა, ოღონდ ჩვენ არ გქონდა საქართველოში, ჩვენ საჯებს ალკე გქონდა და მე მახსოვს რაოდენ ძნელი იყო ეს, მაგრამ მომიწია ამის გადალახვაც. ეს მახსოვს პერიოდი, როდესაც მეცადინეობდით იქ ინგლისურში და სხვა თეორიაში. 300 გდება, როცა მე უნდა განვახორციელო და 300 ჯერ მე უნდა დამაგდონ უკვე ასაკიდან გამომდინარე და უკვე იმ პრაქტიკიდან გამომდინარე, რომ უკვე აღარა მაქვს მე ისეთი პრაქტიკა, რომ ყოველდღიურად ვარჯიშობდე და ვეცემოდე, უბრალოდ 300 გდების შემდეგ კითხვებზე პასუხის გაცემა და თეორიის ჩამარება უკვე ძალიან ძნელი არის. ხო, მაგრამ შემდეგ როცა გაივლით ამ ეტაპს უკვე სურვილი გიშება თუ აი შემდეგი ეტაპი როდის იქნება უკვე რომ უკვე შემდეგ წინ და ამ შესაბამისად ასე განვითარდება როგორც სპორტსმენების, ესე მწვრთნელების, ისე მსაჯების კვალიფიკაცია იქნება ბევრად მეტი და მაყურებელსაც იქნება უფრო ლამაზი დახვეწილი ჭიდაობის ნახვის საშუალება. წარმატებას გისურვებთ ბატონო ვლადიმერ, მე მინდა კიდევ ერთხელ წარმატებები გისურვოთ, ჩვენ კი დაგემშვიდობებით ზურფასო ტელემაყურებლებო, მომავალ გადაცემამდე ნახვამდის. მადლობთ, კარგად წანდებოდეთ.